ეხ ნეტა 2000 ლარი მქონდეს თვეში ხელფასი. ბოლო პოსტის კომენტარებიდან მივხვდი, რომ საქართველოში ძალიან ცუდი მდგომარეობაა. იმიტომ რომ წარმატებულ ადამიანად თვლიან იმას, ვინც გამოიმუშავებს თვეში 2000 ლარიდან და ზემოთ. იმიტომ რომ თუ გინდა ნორმალურად იცხოვრო, ერთხელ ცხოვრობ, ერთხელ ცხოვრობ, ხო? ერთხელ ცხოვრობ. იმისთვის რომ ნორმალურად იცხოვრო, ერთხელ ცხოვრობ. ნორმალურად რო იცხოვრო, შენ გჭირდება მინიმუმ 10000 ლარი თვეში. მინიმუმ 10000 ლარი თვეში. ოჯახზე. 3-4 კაციან ოჯახზე დაახლოებით. და შენ თუ დასახული გეგეხლა, აი ეხლა მე ყველაფერს ვიზამ რომ 2000 ლარიანი სამსახური მქონდეს, დაიკარგები ცხოვრებაში. დაიკარგე, არაფერზე არ გეყოფა ფული. 70 ლარი დღეში რაზე უნდა იმყოფინო? ანუ ერთადერთ ცხოვრებაში შენ გინდა თან იმოგზაურო, თან გემრიელად ჭამო, თან ოჯახი გაახარო, ისინიც ამოგზაურო, პენსიაზე გაიყვანო მშობლები. 2000 ლარით თვეში? შვილების უნდა გააჩინო 2000 ლარით თვეში. და მე გიკვირს, საქართველოს დედა აქვს. უნდა წავიდე იტალიაში ან სადმე. უნდა წავიდე ემიგრაციაში, ამერიკაში. არა და ერთადერთი რამ რაც შენ გჭირდება, უნდა დაიწყო კონტენტის შექმნა. აი ახლა რომ მიყურებ, იმის ნაცვლად რომ მიყურო, ადექი, ტელეფონი დააძრე და დაიწყე კონტენტის შექმნა. არ მოგიწევს არც 2000 ლარიან სამსახურზე ფიქრი, არც ემიგრაციაზე და დაიწყებ საკუთარ თავზე ფოკუსირებას. არავის არ დაესიზრება რომ შენ უნდა გახდე წარმატებული. ყველას მაგარი კიდია რომ შენ გინდა იყო წარმატებული. შენი საკუთარი თავის გარდა. პირიქით, ადამიანებს არ უნდა შენ რომ იყო წარმატებული. საერთოდ არ აწყობთ რომ შენ იყო წარმატებული. იმიტომ რომ მოსახლეობის უმეტესობას, რომლებიც ჭაობში არიან, სურთ რომ დანარჩენებიც ჭაობში იყვნენ, თორე სხვანაირს ვერ უგებენ. ამიტომაც აიღე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, დაიწყე კონტენტის შექმნა, წამოიწყე ბიზნესი, რა გიშლის ხელს ერთადერთ ცხოვრებაში. კონტენტის შექმნაში თუ გინდა დახმარება, ხომ იცი, სადაც უნდა მიპოვო?